მასპინძლობთ დედამიწის შესწავლების მეცნიერებათა ინსტიტუტში და სეისმურის მონიტორინგის ეროვნული ცენტრში, რომელიც არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაწილი. ინსტიტუტი წარმოადგენს დედამიწის შესწავლელი მიმართულების მრავალ დარგს, ძალიან მნიშვნელოვან დარგებს და მათ შორის სეისმურ მონიტორინგს, რომელიც საქართველოში ერთადერთია, ეს არის ეროვნული ქსელი, ეს არის ქვეყნის დონის სისტემა, რომელიც უხაროეზოდ ფუნქციონირებს და მუდმივად ხელმისაწვდომია როგორც სამეცნიერო ნაწილისთვის, ისე მოსახლეობისთვის და სახელმწიფოსთვის, იმიტომ რომ სტიქიის მაგალითად მიწისძვრის შემთხვევაში სწრაფი ინფორმაცია მიეწოდა სახელმწიფოს რეაგირებისთვის. ყოფილა შემთხვევა, როცა ინსტიტუტს საერთოდ უსასყიდლოდ მოსახლეობის მომართვის საფუძველზე ჩაუტარებია პრაქტიკული კვლევები და შეუფასებია ტერიტორიის იგივე ფერდების მეწყერსაშიშროება თუ წყალდიდობა წყალმოვარდნის საფრთხეები, რომელიც შემდეგ მოსახლეობას გამოუყენებია ადგილობრივ თვითმმართველობასთან ურთიერთობაში. და ამ კვლევების საფუძველზე მოუთხოვიათ და მიუღიათ შედეგიც, რომ კონკრეტულ არეალში მშენებლობები შეჩერებულა. გარდა სეისმური მონიტორინგისა, ჩვენ გვაქვს გეოდეზიური ქსელი, ჩვენ გვაქვს ინფრასტრუქტურა, რომელიც საფრთხეების შეფასებაზე და მოდელირებაზე მუშაობს და ჩვენ გვაქვს ის შესაძლებლობები, რომ უნივერსიტეტთან სინთეზში მოახერხოთ ჩვენივე კადრების შევსება. არ ვიცი რა მანქანებით, მაგრამ საბედნიეროდ სახელმწიფო ილიას უნივერსიტეტს დაუტოვა დედამიწის შესწავლის მეცნიერებებზე სტუდენტების მიღების უფლება. ეს არის კარგი. კარგი არის როგორც უნივერსიტეტისთვის, ისე ინსტიტუტისთვის და ასევე სტუდენტებისთვის და ქვეყნისთვის, იმიტომ რომ სტუდენტები და ეს კადრები და ეს ადამიანები რეალურად საჭიროა ამ საქმიანობაში, მაგრამ არის მეორე მხარეც ამ მოვლენის. თავად უნივერსიტეტი რჩება იმის მიათედი მასშტაბის, რაც დღეს არის და ეს ქმნის საფრთხეს, რომ ის დატოვებული პროგრამებით შეიძლება უკვე თავის დაუნებურად გაუქმებისკენ წავიდეს. მიმოცვლა მუდმივად გვაქვს და ეხლა რაზეც საუბრობ, ამ მიღწევების წყარო არის მიმოცვლა. იმიტომ რომ ეს ცოდნა ლოკალურ დონეზე და რეგიონში არ არსებობს, ამიტომ რასაც ვაკეთებ და რაც არის თანამედროვე და ის რასაც აქ ვერ გასწავლიან, ეს არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების შრომის და ტრეინინგების შედეგი, იმიტომ რომ ჩვენი თანამშრომლები მუდმივად იქედან სწავლობენ და აღნიშნულ საკმაოდ წარმატებულადაც სწავლობენ. ან თანამშრომლები / სტუდენტები. ეს ერთი მხარია, მაგრამ მეორეა რეპუტაციას რომ შევეხოთ. აი მე როგორც აბიტურიენტი, ხო, აი რომელიც დიდად არ ვიცი ხა დეტალები უნივერსიტეტში და მხოლოდ ის ვიცი, რომ უნივერსიტეტი, რომელიც დაახლოებით 20,000 სტუდენტისგან შედგება და ძლავრი საგანმანათლებლო კერაა, შეიძლება ჩავაბარო და უცებ გახდეს 400 სტუდენტიანი უნივერსიტეტი, ხო? აი შეიძლება დავფიქრდე, რამდენად სერიოზულად უნდა აღვიქვა, უკვე რამდენად ხარისხიან ცოდნას მომცემს 400 სტუდენტიანი უნივერსიტეტი, ხო? ეს არის ცალსახად რეპუტაციული ზარალი, ეს არის რეპუტაციული დარტყმა უნივერსიტეტისთვის, იმიტომ რომ ერთია აქ პროფესორები რა მონდომებით გააგრძელებენ, ცხადია ტოპ მონდომებით გააგრძელებენ ისევ სწავლას, მაგრამ ამას როგორ მიყვება მატერიალური რესურსები. თუ კი რაიმე დონაცია, თუ კი რაიმე დაფინანსებული პროექტი არსებობდა და არსებობს ინსტიტუტში, ამას გააჩნია მემკვიდრეობითობა და ამას გააჩნია მდგრადობა. აქ ჩართულები, აი 2012 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატები, შვეიცარია, ნატო, საქართველოს რუსთაველის სამეცნიერო ფონდი წარმომადგენლოვანი დონორი გამოდგა ამ სივრცის შესაქმნელად, იმიტომ რომ თუ აუშვათ 10-მდე პროექტის დონაციები აქ თავმოყრილი, მათიდან 6 ან 5 რუსთაველის ფონდია, რაც ძალიან კარგია და მნიშვნელოვანია. თუმცა ეხლა ჩვენ ვართ ვირტუალური რეალობის ლაბორატორიაში, რომელიც არის ერთი ნაწილი იმ დიდი ლაბორატორიისა, რომელიც იქნება ეხლა პარალელურად მეორე, ეს არის გეოტექნიკური ლაბორატორია. ერთი და მეორეც იძლევა პარამეტრებს, რომელიც უნდა შევიდეს სიმულაციურ პროგრამაში და იმ სიმულაციურ პროგრამაში დახვდეს ის უმაღლესი ხარისხის რელიეფი, რომელიც შეიძლება აგერ ამ ლიდარის დრონით შეიქმნას და თუ შეიძლება ვცდები, მაგრამ როგორც ვიცი, საქართველოს საგანმანათლებლო სფეროში ერთადერთი ლიდარული დრონია, მით უმეტეს აი ბოლო მოდიფიკაციის, რომელიც გაგვაჩნია. ეს პროცესები, ეხლა ეს აპარატურა კარგია, შეიძლება ოთახი კარგია, ტექნიკა კარგია და ასე შემდეგ, მაგრამ ამას სჭირდება ადამიანები, რასაც human capacity ქვია, ხო? აი ეს შეიძლება იყიდო, უცებ ვიღაცამ თანხა მოგცეს და იყიდო, მაგრამ ადამიანური რესურსის შექმნას სჭირდება წლები. ამიტომ არის აქ მნიშვნელოვანი მდგრადობა, ამიტომ არის აქ მნიშვნელოვანი, რომ სტაბილური იყოს გარემო და რაც წარმატებულად მუშაობს, ეგ გაგრძელდეს. ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, მე მგონია, რომ ეს კონკურენციას გამორიცხავს. სტუდენტს თუ არ მოწონს ჩემი ჩატარებული ლექცია, მას შეუძლია გადავიდეს სხვა უნივერსიტეტში.
ისე რომ ცხოვრების ამოყირავება არ დაჭირდეს სხვა ქალაქში გადასვლა, იქ სხვა ქალაქში ახალი სამსახურის პოვნა, რომ თავისივე განათლება არა, ცხოვრების ხარჯები დააფინანსოს და ასე შემდეგ. სხვისი სელექცია არ მოწონს, გადმოვა აქ და ეს არის კონკურენცია, რომელიც გვაიძულებს კარგი გაგებით, იგივე არ ვასწავლოთ, რასაც ვასწავლეთ 20 წლის წინ და ჩვენს გავიზარდოთ, ხო? რეგიონული უნივერსიტეტები უნდა წამოიწიონ ეს ხათია. მაგრამ რეგიონული უნივერსიტეტების წამოწევა ილიონის დაშლის ხარჯზე არ არის სწორი.